ძალიან საინტერესო შემთხვევა 78 წლის ამბავი, რომელიც დღემდე ცოცხალია, 14 აპრილის მოვლენები. 77-ში მიიღეს 18-ში უნდა გამოსულიყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია. შეიმუშავეს 77-ში. 27-შიც კი, როცა სტალინია ჯერ კიდე კი არა და 27-შია სტალინი, რაც არის, მაშინდელი კონსტიტუციით ჩაიწერა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. შემდეგ 78 კონსტიტუციის ვარიანტი არ შემორჩა და ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაიბეჭდა სავარაუდო ვარიანტი, რაც ეწერა იმ პირველ ვარიანტში, რომ ქართული ენა არ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოში. ეს თბილისში ჩამოვიდა ესე რაღაცნაირად ყურმოკრული ნათქვამი, არავის არ ქონდა ნანახი კონსტიტუცია. ოღონდ ხმები გავრცელდა, იგივე თამრიკო ჩხეიძე ძალიან აქტიურად ავრცელებდა და არიგა მან პროკლამაციები, მოუწოდებდა გაფიცვისკენ, გამოსვლისკენ, იმიტომ რომ უნდა ჩაწერილიყო, რომ რუსული ენა არის საქართველოში მთავარი ენა და დანარჩენი ენები, რაც საქართველოში ასევე იქნებაო, ანუ მეორადი ენა გამოდიოდა ქართული. ძალიან დიდი პროტესტი მოყვა ამას, მოსწავლეები, სტუდენტები თესეუდან გაიარეს მათ მთავრობის სახლამდე მივიდნენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოსკოვშიც კი შეშფოთდნენ, იმდენად ფართო მასშტაბი მიიღო და შევარდნაძე აქაც ჩამოვიდა და თავის თავზე აიღო. დაპირდა ხალხს, რომ მოაგვარებდა ამ საკითხს, დარეკა მოსკოვში, ურჩია ბრეჟნევს, რომ ეს იქნებოდა ძალიან პრობლემური საკითხი, იმიტომ რომ იგივეს აპირებდნენ აზერბაიჯანში და სომხეთში. იქ ჯერჯერობით სიწყნარე იყო, მაგრამ თბილისში რო დაიწყო მღელვარება, სომხეთში გამოეხმაურნენ და აზერბაიჯანში ჯერჯერობით ჩუმად იყვნენ, მაგრამ თუ კი მართლა მიიღებდნენ კონსტიტუციას, მე ალბათ იქაც დაიწყებოდა მღელვარება. ამიტომ ბრეჟნევმა დათმო და ჩაიწერა ისევ ქართული ენა კონსტიტუციაში და შევარდნაძე შემდეგ ამას ძალიან კარგად ესე არეკლამებდა, რომ აი მე გავაკეთე ეს და კი ბატონო შევარდნაძემაც, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ შევარდნაძე იმ რეჟიმის ნაწილია და საერთოდ არ უნდა დამდგარიყო ეს საკითხი, ასე რომ მათივე შექმნილი თვითონვე გაანეიტრალეს და თუმცა 78-ში ქონდა ეს შემთხვევა.